ქართველი კაცი მოდი ახლა უშუალოდ საქართველოზე დავფიქრდეთ. არა მარტო იმას უნდა ფიქრობდეს, რომ რა გავაკეთო, რომ სული გადავისჩინო, ანუ მარტო თავის თავზე კი არ უნდა ფიქრობდეს, არამედ რა გავაკეთო, რომ ისე ვიცხოვრო ღირსეულად, რომ ჩემი ცხოვრებით ჩემ სამშობლოსაც ვარგო რაღაც. აი რა გავაკეთო ისეთ. ახლა უცბად გამახსენდა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი, ექვთიმე თაყაიშვილი. აი რა გააკეთა? წარმოიდგინეთ, ერთ ადამიანს თურმე რამდენი რამე შეუძლია რომ გააკეთოს. თავისთავად ცხადია ღმერთთან ერთად ის მორწმუნე კაცი იყო, მაგრამ ერთი ადამიანის არსებობას რამხელა სიკეთე შეუძლია რომ მოახდინოს მთელი ერისათვის. და ის საგანძური, რასაც ჩვენ დღეს ტაძრებში თუ სახელმწიფო მუზეუმში ვნახულობთ, ის სიწმინდეები სწორედ იმ ერთი კაცის გულმოდგინების დამსახურებაა. შენ რა არავინ არ უნდა თქვას, მე ერთმა რა უნდა გავაკეთო. შენ ერთმა შეგიძლია როგორც პატრიარქი ბრძანებს, შენს თავში და შენს გარშემო გადაარჩინო შენი წილი საქართველო. აი წმინდა ექვთიმემ თავისი წილი საქართველო გადაარჩინა და ექვთიმესნაირმა კაცებმა მრავალმა კიდე. ამიტომაც აი ჩვენ უნდა ვიყოთ ისე ღირსეულად მაცხოვრებელი, რომ ჩვენს ერს, ჩვენს სამშობლოს რაღაც სიკეთე მოუტანოთ. ახლა გაუნათლებელი კაცი ვერაფერ სიკეთეს ვერ მოუტანს. განათლებაში ვგულისხმობ არა მარტო წიგნიერებას, არამედ საღვთო ნათელსაც. განათლებული ის კი არ არის, ვინც ბევრი წიგნები წაიკითხა. განათლებული ის არის, ვინც ბევრი წაიკითხა თუ ცოტა წაიკითხა, ყველაფერს საღვთო და სასიკეთო საქმეს ახმარს. აი არის განათლებული, რომელიც ხის სიკეთეზე ფიქრობს. იმიტომ რომ უფალი ამბობს, მე იმისთვის კი არ მოვედი, რომ თქვენ მემსახუროთ. მე იმისთვის მოვედი, რომ მე გემსახუროთ. კაცი იმიტომ კი არ უნდა სწავლობდეს კარგად, რომ დირექტორი გახდეს და აქეთ ემსახურონ სხვები. არამედ იმისთვის უნდა სწავლობდეს, რომ თავად აი ამ ცოდნით სხვას მოემსახუროს. აი ეს არის განათლება. ეს არის ქრისტეს მიერი ნათელი. და აი ქართველი კაცი ამაზეც უნდა ფიქრობდეს. გარდა იმისა, რომ სულის გადარჩენაზე უნდა ფიქრობდეს. სანამ სულს გადაირჩენ, ამ წუთი სოფელში ხო ხარ და სხვაზეც უნდა იფიქრო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.